წმიდა წერილის მეცნიერული კვლევის საზოგადოება. მეცნიერება უკეთესი მომავლისთვის. წარმოგიდგენთ. წმიდა წერილით ნაკარნახევი, მოსეს მიერ ზღვის გაყოფის საიდუმლო. ყველა მიცის მოსეს ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორია, ისრაელის ძეთა შესაპყრობად დადევნებულ ეგვიპტელთაგან თავის დასაღწევად, მოსემ უფლის დახმარებით სხვა გაჰყო შუაზე. ამით ძეთა ისრაელიანებს საშუალება მიეცათ გაევლოთ სხვა. შემდეგ ეგვიპტელთათვის რათა შეეპყროთ ისრაელიანთა ძენი, ზღვა ისევ შეერთდა. ერთი შეხედვით, ასეთი დიდი სასწაული დღევანდელი სწავლებით წარმოდგენილია რეალურად მომხდარ მოვლენად. მაგრამ ამ ისტორიის რეალური საიდუმლო სულ სხვა რამაა. მივყვეთ წმიდა წერილს, ვნახოთ ეპიზოდი, როცა უფალი ეუბნება მოსეს. და შენ აღიღე კვერთხი შენი, და განერთხ ხელი შენი ზღვასა ზედა და განაღე იგი, და შევიდნენ ძენი ისრაელისანი საშუალ ზღვასა ვითარცა ხმელსა. იგივე ციტატა საპატრიარქოს რედაქციის ბიბლიაში გაწერილია ასე. შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიან შუაგულ ზღვაში. განსხვავება აშკარაა. სულიერი ინფორმაციათა მატარებელი ძველ ქართული წერილი საპატრიარქოს მიერ მოითარგმნა ხორციელი აზროვნებით. ყველა დეტალს ვერ განვიხილავთ, მაგრამ დავუკვირდეთ ერთ პრინციპულ საკითხს. ცხეთური ხელნაწერების მიხედვით მოსეს უფლისგან მიეთითა, განერთხ ხელი შენი ზღვასა ზედა, ხოლო საპატრიარქოს ვერსიით მითითებულია, ზღვას დააღირე. წესით აქ საუბარია იმ ნაწილზე, რასაც ჰქვია ზღვასა ზედა. ეს სულიერი ინფორმაციაა, ხოლო ხორციელმა აზროვნებამ ზღვას დაუკარგა ზედა ნაწილი. სანამ გავცემდეთ პასუხს თუ რას ნიშნავს ზღვასა ზედა, კიდევ ერთი ციტატა შევადაროთ. უფლის დარიგების მიხედვით მოსე მოქმედებს ასე. ხოლო განერთხა მოსე ხელი თვიესი ზღვასა ზედა და მოაწია უფალმა ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღვასა ზედა და ყოს უაი იგი ხმელ და განიპო წყალი. და შევიდეს ძენი ისრაელისანი შორის ზღვასა ხმელებრ და წყალი მათ დასღუდე მარჯვენით და სღუდე მარცხენით. შესადარებლად, იგივე ციტატები მოვიყვანოთ საპატრიარქოს რედაქციით გამოცემულ ბიბლიიდან. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენი და უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი. მშრალად შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ. ძალიან ბევრი შეუსაბამოებაა ამ ციტატებში. პირველი. ქარი სამხრისა მაიძულებელი და აღმოსავლეთის ძლიერი ქარი აბსოლუტურად სხვადასხვა ინფორმაციაა. მეორე. ეს ქარი ძველ ქართულით მოაწია უფალმა ზღვასა ზედა, ხოლო საპატრიარქოს ვერსიით მოდენი და ზღვას. მესამე. ძველ ქართულით ძენი ისრაელისანი შევიდეს შორის ზღვასა ხმელებრ, ხოლო საპატრიარქოს ვერსიით შევიდნენ შუაგულ ზღვაში. ხმელებრ ნიშნავს არა ხმელეთით, არამედ იმ ნაწილით, რომელსაც დაბადების თავში ეწოდა ხმელ. მოგვიანებით ამ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით. მეოთხე. ძველ ქართულ ვერსიაში წერია შორის ზღვასა. აქ პრინციპული სიტყვაა შორის, რომელი სიტყვაც საპატრიარქოს ვერსიაში საერთოდ დაკარგულია და წერია შუაგულ ზღვაში. მეხუთე. განსხვავებაა ფორმაშიც. ძველ ქართულში წერია შორის ზღვასა,
ხოლო საპატრიარქოს ვერსიაში წერია შუაგულ ზღვაში. ასეთი შეცდომები წმიდა წერილს უკარგავს სიწმიდეს და აქცევს უბრალო უსულო წერილად. ახლა მივყვეთ და განუმარტოთ, რა სულიერ ინფორმაციებთან გვაქვს საქმე. უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ, განმარტება თუ რას ნიშნავს ბიბლიური ტერმინი ზღვა. ბიბლიური ალეგორია ზღვა აღნიშნავს წყლით განათლების, ანუ ხორციელ განათლების სისტემაში მდგარ ხალხთა ერთობას. ბიბლიური ზღვა ფიზიკურ წყალს აღნიშნავს ხორციელი ცნობიერებით, ხოლო სულიერი ცნობიერებით აღნიშნავს ხორციელ განათლების სისტემით, წყლით ნათლისღებით ჩამოყალიბებულ ცნობიერებას. შესაბამისად სულიერი წერის სწორი ვერსიით მოწოდებულია ზღვასა ზედა, რაც აღნიშნავს ხორციელ ცნობიერებაზე მაღლა, ზემოთ, დგომ სულიერ ცნობიერებას. გავიხსენოთ იესოს ქმედება იოვანესაგან წყლით ნათლიღების შემდეგ, ის მეხსეულად აღმოვიდა წყლიდან, ამის შემდეგ კი იხილეს იესო ვიდოდა რა ეს ზღვასა ზედა. სასულიერო სწავლებამ აღიქვა რა ბიბლიური ზღვა ფიზიკურ წყლად, ხორციელი აზროვნების გამო ამ ზღვას დაუკარგა ზედა ნაწილი. სწორედ ის ნაწილი, სადაც შესაძლებელია იესომ იაროს ზღვასა ზედა. ამ საკითხის კიდევ უფრო კარგად აღსაქმელად, იხილეთ ფილმი, მეორედ მოსვლის საიდუმლო. რადგან შევეხეთ იმ ნაწილს, რასაც ჰქვია ზღვასა ზედა, ახლა შევაფასოთ, რას აღნიშნავს ის იგივე ბიბლიური წერილის მოცემულობით, დასაბამად ღმერთის მიერ შექმნილსა და ქვეყანაში. ხოლო ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა. აღარავის აღარ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ღმერთის სულის სამყოფელი არის ზღვასა ზედა. მოსეს ქმედება მიმართულია ზღვასა ზედა. ეს კარნახი საპატრიარქოს ბიბლიაში საერთოდ დაკარგულია. იმ ნაწილში, სადაც არის ადგილსამყოფელი ღმერთის სულისა, ზღვასა ზედა, უფლის დაშვებით და მოსეს ქმედებით, მოიწევა ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღვასა ზედა და ყო ზღვა ეიგი ხმელ. რაც აღნიშნავს, რომ ღმერთის სულის ადგილსამყოფელი, სულიერი განათლების მომცემი ნაწილი, გადაიქცა ხმელ. ახლა გავცეთ პასუხი, რას ნიშნავს ხმელ. თუ სასულიერო სწავლებას მოусმენთ საუბარია ხმელეთზე, ასეთი ტიპის ახსნამ უკვე განგვაშორა წმიდა წერილის სულიერ ინფორმაციებს. იმავე წმიდა წერილს მოусმინოთ თუ რას ნიშნავს ხმელ. და თქვა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქვეშე კერძოცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ხმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქვეშე კერძოცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ხმელი. და უწოდა ღმერთმა ხმელსა ქვეყანაე და შესაკრებელსა წყალთა საუწოდა ზღვე. ვიდრე განმარტავდეთ ხმელს, კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ. ზღვა ეწოდა წყალთა შესაკრებელს, ეს ის ადგილია, სადაც სული ღმრთისა არაა და წარმოადგენს ხორციელი განათლების მომცემ მხარეს. ამ მხარეს აქვს თავისივე საფუძველი, საიდანაც ხდება ხორციელი ცნობიერების მიღება. წმიდა წერილის მელნით ნაწერი მხარე, რომელიც ოდენ აღმოკითხვადია. სწორედ ამ მხარეს ბიბლიურად ეწოდა წყალთა ქვეშე, კერძოცისა შესაკრებელი, ხმელი. ამ ხმელს ბიბლიური წოდებით ღმერთისაგან ეწოდა ქვეყანაი. კარგად დაუკვირდით. ბიბლიური მოცემულობით წყალსა ზედა არის სულიერების ადგილი და მითითებულია სიტყვით ზედა. ხოლო წყლის ქვეშე ნაწილი, რომელიც არის ცის შესაკრებელის ქვეშეთიც, მინიჭებული აქვს წოდება ქვე. ნამდვილი სულიერი წერით ყველა ნიუანსი დაცულია. ხმელი არის ხორციელი ცნობიერების მომცემი ბაზისი, წმიდა წერილის ხილული ნაწილი, მელნით ნაწერი, რომელსაც ასევე ბიბლიური ტერმინით ეწოდა ქვეყანა. ეს ქვეყანა, ანუ წყალთა ქვეშე გამოჩენილი ხმელი არის სწორედ ის ბაზისი, რომელიც აყალიბებს ხორციელ ცნობიერებას. თავის მხრივ ამ ბაზისიდან აკრეფილ ცნობიერებას ჰქვია წყალი. ეს ცნობიერება წყლით ნათლობით მიიღება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. წმიდა წერილის ხილული მელნით ნაწერი მხარე წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ეწოდა წყალთა ქვეშე გამოჩენილ ხმელს. ამ ნაწილში სული ღმრთისა არ არის, ამიტომ წერია წმიდა წერილში, რომ სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა. ახლა დავუბრუნდეთ მოსეს ქმედების შედეგს. ხოლო განირთხა მოსე ხელი თვიესი ზღვასაზე და მოაცია უფალმა ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღვასაზე და ყოველ ზღვაი იგი ხმალდა განიპოწყალი. მოსემ თავისი ქმედებით ზღვის ზედა ნაწილი, რომელიც არის სულიერების სამყოფელი, გადააქცია ხმელად. ეს თავის მხრივ აღნიშნავს, რომ სულიერი განათლების მომცემი ნაწილი გადააქცია ხორციელი განათლების მომცემ ნაწილად. ისედაც თუ სათაურს დავუკვირდებით, წმიდა წერილის ამ წიგნს ჰქვია გამოსვლა, რომელიც პირდაპირ გვკარნახობს ცვლილებათა საწყისს, გამოსვლით რაღაცის დატოვებას. შესაბამისად, მოთხრობილია ისტორია ისრაელის ძეთა მიერ ეგვიპტის დატოვებაზე. ეგვიპტე აქ პირობითია და თუ რას აღნიშნავს მასზე მოგვიანებით გავცემთ პასუხს. თვითწმიდა წერილით მოწოდებულია ადამით დაწყებული ისტორია, მაგრამ ადამი ჯერ სამოთხის პერსონაჟია, სამოთხისვე ცნობიერებით. ცოდვით დაცემის შემდეგ მას ცნობიერება შეეცვალა. სულიერი ადამი სულიერი ცნობიერების მატარებელია. სწორედ ამ ცნობიერებით არქმევს ადამი ყველაფერს თავის სახელს. ხორციელი ადამი კი მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ აღმოაჩენს, რომ შიშველია. ამ დროს შეიძლება ვთქვათ, ხორციელი ადამი გამოვიდა სულიერი ადამის ცნობიერებიდან. ზუსტად ეს გამოსვლის პროცესია აღწერილი მოსეს ისტორიით. ამ დროს მოსე გვევლინება სულიერი ცნობიერებიდან ხორციელ ცნობიერებაში გამომყვანად. სწორედ ამ ცვლილებით ხდება ზღვასაზე და ცნობიერებიდან გამოსვლა და ამ სულიერი აზროვნების ყოფა, გადაქცევა ხმელად. ანუ ხორციელ აზროვნებად გადაქცევა. ამით განიპყო წყალი. აი ახლა კი, უნდა გავცეთ პასუხი რას ნიშნავს წყლის გაყოფა. გავიხსენოთ იესოსა და სამარიტელი დედაკაცის საუბარი, იმ წყალზე, რომელსაც სვამდნენ სამარიტელები. იესო ამბობს: ყოველი, რომელიც უმიდეს წყლისა ამისგან, წყუროდის კვალაცა. ხოლო რომელმა სვას წყლისა მისგან, რომელიმე მივსწე მას, არ არასწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელიმე მივსწე მას, იქნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხოვრებად საუკუნოდ. დიდებული მითითებაა. ჯერ ერთი, აშკარად გამოჩნდა ბიბლიური მოცემულობა ორი წყლისა. პირველი, წყალი, რომლის მაწყურულის მოკლას არ იწვევს და მის შემსმელს კვლავ მოწყურდება. მეორე, წყალი, რომლის მომცემიცაა იესო, იწვევს წყურულის დაკმაყოფილებას. ესაა ორი სხვადასხვა წყალი. ამ მსჯელობის ფონზე კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ ბიბლიური წერილის მოცემულობას. აშკარად ჩანს ტერმინოლოგია, ზედა წყალთა და წყალი ქვეშე. ამ ფორმულირების შემდეგ უნდა მივხვდეთ, რომელი წყალი ვერ აკმაყოფილებს წყურულს და რომელი აკმაყოფილებს. მერე მეორე. იოვანეს სახარების ამ ციტატაში განსაკუთრებული აზრი დევს ფრაგმენტში, შორის წყარო წყლის. კიდევ უფრო კონკრეტულად ეს აზრი ჩაბარებული აქვს სიტყვას შორის. აქვე სინანულით აღნიშნავთ, რომ სიტყვები, ისევე როგორც ზედა წყლისა, ასევე შორის წყლისა, საპატრიარქოს გამოცემულ ბიბლიაში აღარ არსებობს და შესაძლებლობა ამ დიდი საიდუმლოს მიხვედრისა დაკარგულია. ახლა ვაჩვენოთ, რას უთითებს სიტყვა შორის, მივყვეთ ბიბლიურ წერილს. და თქვა ღმერთმა, იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყამგან ყოფილ შორის წყლისა და წყლისა. და განყო ღმერთმა შორის წყლისა, რომელი იყო ქვეშე კერძო სამყარო იესა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყარო იესა. ეს ფრაზები საპატრიარქოს ბიბლიაში ძალიან დამახინჯებულია. იქ ვერ იხილავთ კარნახს სამყაროზე, რომელიც არის განმყოფელი შორის წყლისა და წყლისა. იქ ვერ იხილავთ, რომ ღმერთის ნება იქმენინ სამყარო, მიმართულია შორის წყლისა.
შეცდომებს შევეშვათ და მივყვეთ სწორი წერილის მოცემულობას. პირველი, გვაქვს შორის წყალი. მეორე, გვაქვს უბრალოდ წყალი. ორივე წყალია, მაგრამ განსხვავდებიან სიტყვით შორის. ერთია წყალის შორისის გარეშე, ხოლო მეორეა შორისით. ისმის კითხვა, რას უნდა აღნიშნავდეს სიტყვა შორის? სულხან-საბა განმარტავს. შორის აღნიშნავს შუა. მაგალითად ჩემს და შენს შუა, ანუ ჩემს და შენს შორის. ეს განმარტება ყველასთვის გასაგებია, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს შორის წყლისა და წყლისა? ეს მიუთითებს, რომ წყალს გააჩნია რაღაც, რომელსაც შეიძლება ეწოდოს შორისი. ასეთი რამ ბიბლიური წერით მხოლოდ წყალს არ გააჩნია. კიდევ არის სხვა რამ, რაც უთითებს ამ სიტყვის საიდუმლოს. მიუგო იოანე და ხრქუა მათ, მე ნათელს წემ წყლითა, ხოლო შორის თქვენს ადგას, რომელი თქვენ არა იცით. ეს ფრაგმენტი ახსნილია მხოლოდ ხორციელი აზროვნებით. თითქოს ადამიანთა ჯგუფს შორის იდგა ის, რომელიც არ აიცოდნენ. სულიერად კი ეს სხვა რამეს ნიშნავს. უკვე ვაჩვენეთ ბიბლიური ორი წყალი. ერთი პირდაპირ წყლით ნათლიღების შესასრულებელი წყალია, მეორე კი აღმატებულია წყლით ნათლიღებით მისაღებ ცნობიერებაზე. ამ განათლების სისტემას ჰქვია ცეცხლითა და სულიწმიდით ნათლობა. ბიბლიური წერილი წარმოადგენს ორივე განათლების სისტემას ერთად. ამიტომ ის სახელდება ორი წერის მექანიზმით დაწერილ წიგნად. და ვიხილე მარჯვენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, და წერილი შინაგან და გარეგან. ხორციელი განათლების მომცემ წყლად ითვლება წმიდა წერილის ხილული ნაწილი, მელნით ნაწერი ნაწილი. ხოლო სულიერი განათლების მომცემად ითვლება ამავე წერილის სულიერი წერის ნაწილი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ წერილის სულიერი წერის მექანიზმების აღმოსაკითხად საჭიროა ამავე წერილის ხილული, მელნით ნაწერი ნაწილიც. ამ დროს ინფორმაცია მელნით ნაწერის მიხედვით კი არ აღმოიკითხება. მელნით ნაწერი არის ანბანური 4 ინფორმაციანი საწყისის მხოლოდ ასონიშანთა მწკრივი. არამედ ანბანის ასონიშანთა მწკრივის გარეშე, დანარჩენი 3 მწკრივის გამოყენებით ჩატარებული ანალიზით აღმოითქმება. ამიტომ ჰქვია ასონიშანთა მწკრივით ამოკითხულ წერილს ოდენ აღმოკითხვა, ხოლო დანარჩენი 3 მწკრივით მოპოვებულ ინფორმაციებს აღთქმაი. ამ აღთქმის საფუძველი ზუსტად ის პრინციპია, რაც უფალმა გვიკარნახა. კერძოდ, უფლის სახელით უნდა ვთხოვთ მასში მყოფ მამას, მამა კი გვიპასუხებს აღმოთქმის მექანიზმით. სწორედ ასეთი პრინციპით მიიღება მამისაგან აღთქმა და შესაბამისად, მას ბიბლიურად ეწოდება აღთქმაი მამისაი. იერუსალიმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქმასა მამისასა. მამის აღთქმის მიღებას ესაჭიროება წმიდა წერილის ხილული, მელნით ნაწერი ნაწილიც. ამიტომ ამბობს უფალი, სახელითა ჩემითა სთხოვეთ მამასო. რა იგი სთხოვთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა მოგცეს თქვენ. ამ მითითების შესრულება შეუძლებელია უფლის, ანუ ღმრთის სიტყვის მელნით ნაწერი ნაწილის გარეშე. გამოდის, რომ მამის აღთქმის მისაღებად ჩვენ ისევ წმიდა წერილის ხორციელ წერის მექანიზმსაც ვიყენებთ. ზემოთ უკვე აღნიშნეთ და ახლაც გავიმეორებთ. წმიდა წერილის მელნით ნაწერი, წიგნი გარეგანი, იძლევა წყლით ნათლიღებას. ამ წერილის ხილული ნაწილი, ანუ ხმელი, გვაწოდებს წყალს, რომელიც წყალიც არ იწვევს წყურვილის მოკლას. მაგრამ ბიბლიური წერით ამავე წყალს აღმოაჩნდა ციაღი იორდანე, რომელიც წარმოადგენს წმიდა წერილის კოდირებული წერის მექანიზმებით მოსაპოვებელ ინფორმაციათა ციაღს. გამოდის, რომ იმ წყალს, რომელიც ემსახურება ხორციელ განათლებას გააჩნია წყლისა შორისად, შუა ციაღში, სულიერი ინფორმაციათა უხილავად განთავსებული მარაგიც. ამ მსჯელობის ფონზე აღარავის აღარ უნდა გაუკვირდეს, რას ნიშნავს შორის წყლისა და წყლისა. შორის წყლისა არის სულიერი ნათელის ადგილსამყოფელი,
რომელიც წყლის წიაღიდან, მისი შორისიდან აღმოითქმის. წყლისა არის ოდენ აღმოკითხვით მისაღები ხორციელი განათლება. სიტყვა შორის განსაზღვრავს სულიერებისა და ხორციელების შორის გამყოფს. ახლა დავუბრუნდეთ დაბადების თავის ფრაზებს. და თქვა ღმერთმა, იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავ ყოფილ შორის წყლისა და წყლისა. და განყო ღმერთმა შორის წყლისა, რომელი იყო ქვიშე კერძო სამყარო იესა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყარო იესა. ბიბლიური წერილი ინფორმაციის მოწოდებას იწყებს სულიერებიდან. ადამი ჯერ სულიერი იყო, შემდეგ გახდა ხორციელი. შესაბამისად სამყარო შორის წყლისა აღნიშნავს სულიერ სამყაროს. ბიბლიური მოცემულობით სამყარო ვერ დარჩებოდა ერთი სახის. ამიტომ ეს სამყარო შორის წყლისა და წყლისა განყოფით წარმოგვიდგა ქვეშე კერძო სამყაროისა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროისა. ანუ წყლის ალეგორიით წარმოგვიდგა ქვეშე ხორციელ სამყაროთ და შორის წყლისა ალეგორიით სულიერ სამყაროთ. ახლა მივუბრუნდეთ დაბადების თავის პირველ ფრაზებს. დასაბამად ქმნა ღმერთმა ცაიე და ქვეყანაიე. ხოლო ქვეყანაიე იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა და სული ღმრთისაე იქცეოდა ზედა წყალთა. აქ ამჟამად ვერ განვავითარებთ მსჯელობას, მაგრამ მოკლედ მაინც ვიტყვით. არავითარი ფიზიკური სამყაროსა და ქვეყნიერების შექმნაზე აქ საუბარი არ არის. სულიერად აქ საუბარია სიბრძნის ფორმირებისა და განვითარების საკითხებზე. სულიერებაში მყოფი ადამიანისთვის ხორციელი ცნობიერება, ქვეყანაი არის უხილავი. ამიტომ ადამი სამოთხეში თავის შიშვლოებას ვერ ხედავდა. აკრძალული ნაყოფის ხეცნობადისა, ხორციელი განათლების მიღებამ დაანახვა ადამს თავისი შიშლოება. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ბიბლიური წერილით ჯერ მოწოდებულია სულიერება. სულიერი ცნობიერებისთვის ხორციელი ცნობიერება უხილავია. ამიტომ ამ ცნობიერებით ჩანს მხოლოდ ზედა წყალი. სწორედ აქ არის დავანებული სული ღმრთისა. არსთა სამყაროს კანონი გვასწავლის სულიერი ცნობიერების დატოვება და ხორციელ ცნობიერებაში გადასვლა ხდება სულიერებიდან გამოსვლით. მოსე ბიბლიური წერილით წარმოდგენილია სიშიშვლის შემოსვლად. თუ მანამდე ადამი შიშველია და იყვნენ ორნივე შიშվել, ადამ და ცოლი მისი და არ ახრცხვენოდა. ხორციელ ნაყოფს ზიარებული ადამი და ევა უკვე საჭიროებს სამოსელს. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ. რას ნიშნავს სამოსელი? ასე კი უფრო გასაგები გახდება. სამოსელი. რას აღნიშნავს ლი? შეგიძლიათ მოისმინოთ ფილმში. ქართული დამწერლობის უხილავი ქერობინი ლი. მოკლედ კი აქვე მოგახსენებთ. ლი აღნიშნავს დასტურს და განსაზღვრავს ცნობიერებას. შესაბამისად, მოსელი ინფორმაციულად წარმოდგება ასე, მოსეს ცნობიერება. სწორედ შიშლოების დაფარვით სამოსელმა განსაზღვრა სულიერი ცნობიერებიდან გამოსვლა. სწორედ ბიბლიური თავი გამოსვლა აღწერს სულიერი ცნობიერების დატოვებას და ახალ ხორციელ ცნობიერებაში გამოსვლის ისტორიას. წერილის მიხედვით ამ გამოსვლის ისტორიის გმირი აღმოჩნდა მოსე, რომელიც გამოსვლით ამკვიდრებს ხორციელ, სამოსელის ცნობიერებას. მისი მთავარი სასწაულია კვერთხის გველად გადაქცევა. გველი ბიბლიური მაცდურია. მან გველი აღადგინა უდაბნოსაშინა. უდაბნოში გველის აღდგენა ნიშნავს სულიერ ცნობიერებაში ხორციელი ცნობიერება შემოიტანა. ამით ისიც და მისი მიმდევარიც გამოვიდა გამოსვლით სულიერებიდან. ახლა მივუბრუნდეთ მოსეს ნამოქმედარს. ხოლო განირთხა მოსე ხელით თვიესი ზღვასაზედა და მოაცია უფალმან ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღვასაზედა და ყოველ ზღვაიე იგი ხმელ და განიპო წყალი. და შევიდეს ძენი ისრაელისანი შორის ზღვასახმელებ და წყალი მათ და ზღუდე მარჯვენით და ზღუდე მარცხენით.
მოსემ განირთხა ხელი თვიესის ზღვასაზე და აღნიშნავს, რომ მოსემ ხელყო ღმერთის სული ადგილის ზღვასაზე და მაიძულებელი ქარის მიერ ბნელში გადაანაცვლა ყოველივე ზღვასაზე და არსებული. აქვე ისიც განუმარტოთ, რომ ეს ხდება ღამე. ნათელი დღისითაა, ბნელი კი ღამე. ბიბლიური წერილით სულიერი ნათელის მომცემელობას ეწოდა დღე, ხოლო ღამე წარმოადგენს ცნობიერ სიბნელეს. გამოდის, რომ ცნობიერი ნათელი ზღვასაზე და გადაიქცევა ცნობიერ სიბნელეთ და ეს ხდება ღამე. სწორედ ღამის დასახელებით არის გათვალისწინებული წმიდა წერილში ინფორმაციის მოწოდება ამ მოვლენაზე. აქ ღამე წარმოგვიდგება ცნობიერი დაცემის მიმართულებად. ამით სხვისა ზედა სულიერების ნაწილი გადაიქცა ხმელ, ხორციელი ცნობიერების მომცემად. ამ ფაზამდე წმიდა წერილის ინფორმაციული ნაწილი სხვასა ზედა ემსახურებოდა სულიერ ცნობიერებას. ამ ზღვის ანუ ამ წყლის ზედა ნაწილით წყალი ჩანდა მხოლოდ ერთი, არ ჩანდა ქვეყანაი, რომელსაც ბიბლიურად ეწოდა ხმელ. სწორედ ამ ხმელად ზღვის გადაქცევამ გამოაჩინა ხორციელების მომცემი წყალი. ამით წყალს, რომელიც მანამდე ემსახურებოდა მხოლოდ სულიერებას, გამოუჩნდა ხორციელების მომცემი, მანამდე უჩინარი, მეორე ნაწილი. ამან გამოიწვია წყლის განპობა. წყალი, რომელსაც შესვამ და აღარ მოგწყურდება, განიპო მეორე წყლად, რომელიც რამდენიც არ უნდა შესვა, მაინც ვერ კლავს წყურვილს. ეს წყალი იყოფა მარჯვენით და მარცხენით. სულიერი წყლის ნაწილი ერთადერთი მართალი ენით აღმოითქმის, ხოლო ხორციელ ნაწილს არ სჭირდება ერთი მართალი ენა. ამ პროცესს ეხმაურება ენების აღრევა. აქ არის კიდევ ერთი მთავარი აზრი. და შევიდეს ძენი ისრაელისანი შორის ზღვასახმელებ. ახსნამდე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ წიგნში გაცემულ დასკვნას. ებრაელი ნიშნავს ცნობიერების ტიტულს, ანუ აღნიშნავს იმ ცნობიერების ხარისხს, რომელსაც წმიდა წერილის ხილულ ხორციელი დამწერლობითი ქვეყანა ისრაელი იძლევა. ბიბლიური ისრაელი არ ნიშნავს სახელმწიფოს და ძენი ისრაელისანი არ ნიშნავს ერსა და ეთნოსს. შესაბამისად, ის ხალხი, რომლებიც მოსეს მიჰყვება სულიერი ცნობიერებიდან გამოსვლის გზაზე და გადადის ხორციელ ცნობიერებაში, წმიდა წერილით დასახელებულია ისრაელიანთა ძეებად. ეს ძეები მართალია შევიდნენ შორის ზღვასა, მაგრამ არა ზედა წყლით, არამედ ხმელებ. ანუ მათ დატოვებული აქვთ ადგილი ზედა წყლისა, იმ წყალში, რომელიც განყოფილია შორის წყლისა და წყლისა. ამოერჩიეს ხმელი და გაჰყვნენ ხმელებ, რომელსაც ბიბლიური ტერმინით ეწოდა ქვეყანა. ძენი ისრაელისიანები არიან ხორციელ ცნობიერებას მიმდევარი ხალხი, მათი წინამძღვარია მოსე, რომელსაც ხალხი გამოჰყავს შიშლოებიდან. სულიერი ცნობიერებიდან. სულიერი ცნობიერებიდან, შესამოსელში, ხორციელ ცნობიერებაში. მოსემდე წყალი ჩანს მხოლოდ ერთი, სულიერი ცნობიერების მომცემი. მოსეს ქმედებით ზედა წყლის ხელყოფით და მასში ხმელის გამოჩენით წყალი განიპო ორად, ანუ წყალს გამოუჩნდა მეორე ხორციელი ცნობიერების მომცემელობაც. აქ ერთ-ერთ მაგალითად უნდა მოვიყვანოთ სასულიერო მწერლის, იოანე შავთელის სიტყვებიც. ჩვენ რომ გვესმისა, წყაროდ გვესმისა, 60 წყლისა ცხოველისაგან. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ რომ გვესმისა, იგულისხმება ქართველები. უკვე ვაჩვენეთ 60 წყალი ცხოველის ადგილსამყოფელი. შესაძლებლობა იმისა, რომ ზედა წყლისა გვესმოდეს, აქვს მხოლოდ ქართველებს, რადგან მხოლოდ საერთო ერთი ენა განსაზღვრავს ამ ინფორმაციათა მიღების შესაძლებლობებს. ამიტომ არის წინასწარმეტყველება ქართული ენით განკითხვაზე. იოანე შავთელი გუკარნახობს იმასაც, რომ ზედა წყალი მოსმენადია, ის შემეცნებითი წყალია და მის მოსმენა ყველას არ შეუძლიაო. აბსოლუტურად ზუსტ თანხვედრაშია შავთელის ეს სიტყვები წყალი ცხოველის ბიბლიურ მოცემულობასთან. ამ პროცესების შემდეგ, როცა მოსე ზედა წყლისა ნაწილში ამკვიდრებს ხმელს, ძეთა ისრაელისიანები საბოლოოდ თავს დააღწევენ ეგვიპტელებს. მაშინ იგალობეს მოსე და ძეთა ისრაელისათა გალობა იესე ღვთისა მიმართ.
ეს გალობა არის გალობა დაფარულის მიმართ, წმიდა წერილის მელნით ნაწერი ნაწილიდან. ამ გალობის ფაზაა ხორციელი ცნობიერების დასაწყისი. ეს ცნობიერება მიიღება შორის წყალსა გამოჩენილი ხმელით. მას ბიბლიურად ეწოდა ქვეყანაი და შესაბამისად მოსეს გალობა ხორციელი ქვეყნიერების გალობაა. ამ ეტაპიდან დღემდე მიმდინარეობს გალობა მოსესი. დღემდე ქვეყნიერების მიმართ ხმობენ და გალობენ. ბიბლიური წერილით ამ გალობის დამთავრება გაწერილია მეორედ მოსვლისას, როცა გამოჩნდება ახალი საგალობელი. გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღვდელთასა. და ვერ ვინ შემძლებელი ყოცნობად გალობისა მის, გარნაა 224  იგი ათასნის კიდულნი ქვეყანისაგან. აქ მთავარია ქვეყანისაგან სყიდულობა. მოსეს გალობა ხმელით გალობაა, რომელსაც გვაწოდებს ბიბლიური წერილის დამწერლობითი ქვეყანა, ანუ მელნით ნაწერი. ახალი გალობა ითვალისწინებს ამ ქვეყნის დატოვებას კანონით. მოჰკვედით შჯულისაგან ხორცითა მით ქრისტესითა. ვინც შეძლებს ამ კანონით ქვეყანის დატოვებას, ისინი სყიდულნი გახდებიან ქვეყანისაგან. შესაბამისად, ისინი შეძლებენ მოსეს გალობის დამთავრებას და წილი მიეცემათ ახალ საგალობელში. ეს თემა ძალიან დიდია. ვერ განვიხილეთ მოსეს ძმის, აჰრონის პერსონაჟი. ვერ განვიხილეთ, რას აღნიშნავს ეგვიპტელი. რით განსხვავდება ის მეგვიეპტელთაგან. რას აღნიშნავს გამოსვლა ეგვიპტით. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელსაც ჯერ პასუხს ვერ გავცემთ. მაგრამ მოსეს ფენომენი და მის მიერ განყოფილი ზღვის არსი, იმედია რომ დამაჯერებლად მოგაწოდეთ. მოსე დაცემის გზის მსახურია, რომელიც სულიერი ცნობიერებიდან ხალხთა ხორციელ ცნობიერებაში გამოყვანით ბიბლიური გველის კულტის მსახურებაშია, რომელმაც ეს გველი აღადგინა უდაბნო საშინა, ანუ სიწმიდეში. სულიერ ცნობიერებაში აღადგინა ხორციელი ცნობიერება. მისი მიმდევრები გახდნენ ხორციელი ცნობიერების მსახურები, ანუ გახდნენ ძენი ისრაელისანი, იგივე ებრაელნი. სწორედ ამიტომ არის, რომ მოსე გვევლინება, ებრაელთა მამამთავრად,